ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. ეს არის კატალონიის მაგალითი. მოგიყვებით 2 წუთში. ესე იგი 2017 წელს კატალონიას, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა მისწრაფება დამოუკიდებლობისთვის ესპანეთისგან და რომელიც არის ავტონომიური ოლქი, 2017 წელს იქ მოეწყო რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება. რეფერენდუმი მაინც მოეწყო, დამოუკიდებლობის მოძრაობა გაიმართა ქუჩაში, ამ მოძრაობას ყავდა ლიდერები და ეს ლიდერები მალევე დაიჭირეს. 9 ლიდერი კატალონიის, ესე იგი ეროვნული მოღვაწე, ეროვნული პოლიტიკოსი, რომელიც ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაიჭირა, იმიტომ რომ ის ამ რეფერენდუმს არ ცნობდა. 9 პოლიტიკოსი. ეს პოლიტიკოსები 2019 წელს საჯარო პროცესით, არა ისე დახურულად, როგორც ახლა ჩვენთან არის, არამედ საჯარო სასამართლოთი გაასამართლეს და აპატიმრეს. მაგრამ 2021 წელს გამოუშვეს. რამდენიმე ნიშანი, როდესაც გამოშვება არ არის რაღაცა მზაკვრული ქმედება, არამედ არის მართლა შერიგებისკენ, ერის გამთლიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი. პირველი კატალონიაში რა მოხდა? გამოუშვეს ყველა, არა 1, არა 2, არა 3 ლიდერი, არამედ ყველა 9 პოლიტიკოსი დააკავეს კატალონიელი, 9-ვე შეიწყალეს. ჯერ ეს ერთი. შეიწყალეს ცალმხრივად, ანუ გამოაცხადა პრემიერმა და პრეზიდენტმა მთლიანად ესპანეთისა, რომ ჩვენ გვინდა შერიგება, ჩვენ გვინდა კატალონიელებთან მშვიდობიანი ცხოვრება, ჩვენ გვინდა ერის დაწყნარება.